ბრუნდებით სტუდიაში ნიკა მელიასთან ერთად. მადლობა ნიკა სტუდიაში სტუმრობისთვის. გადაკვეთა კობახიძესთან დაუგეგმავი. გინება, შეურაცხყოფა. კი. მოგესალმებით და გეტყვით. არ დაგიმალავთ, რა ძალიან გულახდილად მინდა გიპასუხოთ. იმ პროცესში, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ეძახის პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ პოლიტიკური პროცესი რო უწოდოთ პროცესს, რომელშიც ამისათვის პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა ქონდეს ქვეყანაში. დაუშვათ ეს ცოტა კარგით, დავარქვათ ეს სახელი. საზოგადოებრივი პოლიტიკური საჯარო ცხოვრებაში. ვცდილობ ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. არ დაგიმალავთ. თავისი ნაკლოვანებები, თავისი უპირატესობით, მაგრამ ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. და არ თამაშობ მე ამ პროცესში. შეუძლებელია სოფო პირდაპირ გეუბნებით. იცოდე რომ შენი მხარდაჭერი რომელიც მხოლოდ იმიტომ რომ შენ საარჩევნო კამპანია წამოიწყო მხოლოდ იმიტომ რომ შენ უბრალოდ იბრძვი გამარჯვებისთვის ქართულ ხალხთან ერთად და საარჩევნო კამპანია ისეთი როგორიც არის გაჩაღებული და ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შენთან შესახვედრად ადამიანები გამოდიან შენს მეგობრებთან შენს კოლეგებთან შესახვედრად ადამიანები გამოდიან საკუთარ სოფელში და ჯერ შეხვედრა არ არის დაწყებული და ამ დროს დაგეგმილი ორგანიზებული ჯგუფი 30 ადამიანის რაოდენობით თავს ესწრის შვიდობიან მოქალაქეებს და ნახეთ ხო ეს და ჭრიან უბრალოდ გაჭრეს ადამიანის შუაში კი არ დაჭრეს ხო როდესაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და რატოღაც ამ ადამიანებზე არ ვსაუბრობთ იმდენად გადაფარა ორი მძიმედ დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქის შემთხვევა დანარჩენი ფიზიკური ანგარიშშორების მსხვერპლები თითქოს ეს ადამიანები არავის არ უცემია სასტიკად სასიკვდილოდ მაგრამ მე პირადად ნახე ხო ეხა აქციაზე ხეთ მანეში ჩასულიყავი მოერიდათ კიდევაც ყოფილიყვნენ აი იმ აქციაზე და ოფისში რომ როდესაც აქცია დამთავრდა ოფისში შევედი და იქ მომეცა შესაძლებლობა რომ ამ ადამიანებს შევხვედროდი მოერიდათ ჩალურჯებულები ზოგი თავგატეხილი არ დადგნენ იქ სადაც კამერები მუშაობდა არ ქონდა უბრალოდ უფლება რომ დაინახეთ კობახიძე არ გეთქვათ ეს ყველაფერი საკეთებს არა უხილავი ხელი სოფო ხო ვიღაცა ამას ხომ გეგმავს ვიღაცა ამ ადამიანებს ხო კრებს ვიღაცა ამ ადამიანებს დავალებას ხომ აძლევს რომ ასე მოიქცნენ და ვინ არის ეს ადამიანი ან ადამიანები ვინ არიან ერთ-ერთი ვნახე და გადავაწყდი შემთხვევით დიახაც და ვერ ჩაუვლიდი გვერდს და არც ჩაუვლი გვერდს იმიტომ რომ ეს ადამიანის არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი სამწუხაროდ კიდევ ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მხოლოდ ადამიანები ამ ყველაფერზე გეგმავს და მე საკუთარი პროპაგანდისტული ასე თუ მედია საშუალებებით საკუთარი ასე თქვა განცხადებებით მსხვერპლს აბრალებს თქვენ ანუ არა იმ მოქალაქეებს თითქოს მათ ანუ ჩვენ ანუ ოპოზიციამ ამ შემთხვევაში კი ბატონო ნაციონალურ მოძრაობამ მოაწყო ეს პროვოკაცია ხო ჩემთვის ეს აღარ არის არც რაღაცა მორალური დაცემის მაგალითი გაცილებით მეტი მე ამ ადამიანში ვერ ხედავ პოლიტიკოს პირდაპირ გეუბნებით შეიძლება ადამიანი შემედავოს შეიძლება ადამიანთან მქონდეს დისკუსია კამათი თუკი მეტყვის რომ იცით რა პოლიტიკოს შენ ამ შინაარსით ტექსტებით ამ ფორმით არ უნდა მიმართო მაგრამ მოძალადე დავინახე იცით მოძალადე მომეცა შესაძლებლობა მოძალადეს თვის პასუხი მომეთხოვა არ არის ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკოსი და არც ხელისუფლების წარმომადგენელი, არც პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ხელისუფლების სახით არის მოვლენილი. გაჯერდა, იცით, რაღაცა გაწყალებულია თითქოს ისე რომ შესაძ ამდენი ბრალდება ისმის მე მგონი სოფლის ყველა დედაქალაქიდან უკვე ხელისუფლების მიმართ და საქართველოში რომ მოძალადეები, კორუმპირებულები, ზონდერები სინამდვილეში ამათ გულისხმობ რომ ნამდვილად მოძალადეები და კორუმპირებულები და ნამდვილად ბოროტმოქმედები არიან. ეხლა წარმოვიდგინეთ აი საკუთარი თავი, ჩემი თავი, მართლა სული დაგეწვებოდა ეხლა მე და დამეწვა ეხლა სული. ამ სიტყვების ჯერა თუ არ ჯერა ყველას ეს სხვა საკითხია. მაგრამ მე მჯერა და მე ვიქცევი ისე და მოქმედებ ისე და ვაკეთებ პოლიტიკას ისე როგორც მე მჯერა. მე არ მგონია კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მე ვარ პოლიტიკური პარტიის ოპონენტი და ჩემი ვიზავი არის პოლიტიკოსი. კრიმინალი არის, რომელიც თავიდან ბოლომდე არის სუსის მართული ადამიანები. სუს კი არ მართავენ ეს ადამიანები, სუსი მართავს ამათ, მათ შორის ბატონ კობახიძეს. ამიტომ ჩემი რეაქცია შესაძლებელია ცხარე, ქარიშხოვანი, მაგრამ იყო გულწრფელი. მე ვალდებული ვარ და პასუხისგებელი ვარ და გძნობ პასუხისგებლობას. რო არა
ჩემი ბრძოლა რო არა კამპანიაში ჩემი ჩართვა, ჩემი მეგობრების ეს ადამიანები დღეს დაჭრილები არ იწებოდნენ სამავტყოფოში და სამავტყოფოებში. არ იწებოდნენ. როდესაც ქვეყანაში არც პოლიცია, არც პროკურორია. ხართ თქვენ ამ განცხადებებს, მაგრამ ამ განცხადებების პასუხად მანაც გიპასუხა თუ ინტელექტო, ხულიგანი და პროვოკატორი. აი ასეთ რეესტრში რეგისტრში როცა გადადის, პირველად არასაუბრობენ. საკითხი ხომ არ ცნება მთავარ ნიშნავს. პირველად არც ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. ნუ რას უნდა მოველოდო, რა მოლოდინო მქონდეს ამ ადამიანების ხრიდან. ხერთხელ ვიხურეთ და გითხარით ახლა სიამოვნებით ახლა ტესტი ძალიან პოპულარულია გამოწვევა ტესტების ჩაბარებაში და უნარჩვევების ტესტს სიამოვნებით ჩავაბარებდი ნებისმიერ მათი ლიდერის კი ბატონო შარდის ანალიზამდე დავიდა ეს პოლიტიკური კამპანია. იცით რა არის ხახტო აი ჩვენი ქვეყნის მთელი ტრაგიკომედია მდგომარეობის შემდეგში რომ იმიტაცია პოლიტიკური პროცესისა იმიტაცია ხახტო ეს ადამიანი რომ ავტომატ გადაკიდებული არ დადის და სამხედრო ფორმა არ აცვია და თავზე ბენდენა არ აქვს წაკრული ის იმას არ ნიშნავს რომ არ არის მოძალადე უფრო საშიშია გამჩნდა ხდალი ადამიანი ყოველთვის უფრო საშიშია ყველა სახის ურთიერთობაში ყველა სახის ურთიერთობაში პოლიტიკაში ადამიანურ ნებისმიერ ტრივიალურ ურთიერთობაში ყველაზე საშიში ასეთი ადამიანები არიან ეხაც ხდალი იყო ის ადამიანი ვინც ახალგაზრდა ბიჭი სიცოცხლეს გამოასალმა და ნამდვილად ნორმალური ადამიანი ასე არ იქცევა, როდესაც იარაღს აკავებენ და აკლებინებენ კვარაცხელებავს ხედველობაში. ასეთი ადამიანები ჩაიყენეს სამსახურში. ნებისმიერი ჩვენგანი, ჩვენი ახლობელი, უცნობი, ნაცნობი შეიძლება იყოს ხვალდაზე, მსხვერპლი. და ეს თავისით არ ხდება. არ ხდება, ამას აქვს კონკრეტული გეგმა დადებული მაგიდაზე, ასეთ დამნაშავეებს და ვინ უნდებს ამ გეგმას? ყობახი ღარიბაშვილი კალაძე არაფერი გადაიფარა დმანისით კურცხელი ვიღაც ახსოვს ვერ შევადრი ხო კი ბატონო ეხლა წარმოვიდგინეთ ერთი წამით გადავრჩით ალალად გაგეუბნებით გადავრჩით რომ არ გარდაიცვალა და სად მივდიოდით ეს ყველაფერი რომ მოხდარიყო ხო ნუ მათი ხელით არის მკვდარი ეს ადამიანი ეს ხო არა პირველი შემთხვევა ეს ხო არ არის ამ ადამიანების მიერ ჩადენილი ძალადობრივი პირველი აქტი შარშან თითქმის ერთი მისხალ თითოეული ადამიანი ისე იქცეოდა დმანიში თუ დმანიზე ვსაუბრობთ როგორც წელს მოიქცენ ორი დღის წინ მაგრამ ვინმე დაისაჯა აი თემა სახელმწიფომ თემა საერთაშორისო საზოგადოებამ და ამაზე ქონდა საუბარი ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ პარტნიორ ელჩებთან როდესაც შენ იცი დამნაშავე არის სახეზე და მთელი ქვეყნისთვის ცნობილია კონკრეტული სახელები და გვარები დამნაშავეების ვინაობა. და არა თუ არჯი დაკითხვაზეც კი არიბარებ ყასიდად. და მე გავს პრეტენზია იმაზე რომ იცით რა მე პოლიტიკოსი ვარ და ესეთი ბრალდებები ჩემს მიმართ არ უნდა ისმოდეს და ვიღაცა არის ხულიგანი და ვიღაცა არის. ასეთი ადამიანებისთვის ვარ ხულიგანი დიახაც. და პატივია ჩემთვის. არ ვიქნები ტკბილი და მურაბა ყობახიძე ივანიშვილისთვის. დიახაც, ასეთი ადამიანებისთვის მე არ ვიქნები კომფორტის ზონა. იმიტომ რომ მე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩავთულ ვარ მომხეჭველობისთვის. მე პოლიტიკაში არ ჩავთულ ვარ იმისათვის რომ მდგომარეობა შევიქმნა. ეს ყველაფერი მე არ მაკლდა. ნამდვილად გეუბნებით 2014 წლამდე სანამ პოლიტიკურ პროცესში ჩავერთვებოდი, ხო? და ხშირად ვამბობდი და ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს კონდეს იმის შესაძლებლობაც მე ოჯახიდან გამომდინარე მაქვს და ამდენი გაჭირვებული, ამდენი დაბეჭავებული, დაძაბუნებული ადამიანი ქვეყანაში არ იქნება. მე შემიძლია ვიყო ხელოვნური, მაგრამ ვიყო სხვანაირი. მე შემიძლია მოძალადის მიმართ არ ვიყო აგრესიული. მე შემიძლია კრიმინალის მიმართ ვიყო დამთბობი და თვალები დავხუჭო, ძალიან ადვილია. მე შემიძლია ისეთი ვიყო, რომ ყობახიძე დაბადების დღესაც კი დამპატიჟებდა. მე შემიძლია ვითამაშო ოპოზიციონერობა. ეს ძალიან ადვილია და სამწუხაროდ არც ამის ნაკლებობას გამიცდით ბოლო წლების განმავლობაში, ხო? ოპოზიციონერობა არ ნიშნავს კომფორტს. ოპოზიციონერობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით ავანგარდში მყოფი ადამიანისთვის არ ნიშნავს, რომ დამნაშავეს უთხრა, რომ რა მაგარი ხარ, იცით? მოდი ტენდერი მომაგებიე. მოდი ვითომ ოპოზიციონერი ვიქნები და ერთად. არა. იმიტომ რომ ჩემს უკან და ჩვენს უკან მართლაც 10,000-ობით ადამიანია, ხახნო. 10,000-ობით ადამიანი არის, ვინც ამ ქვეყნისთვის იბრძვის. ამ ქვეყნისთვის იბრძვის და მე მინდა ვიყო გარანტი რომ წინა ხაზზე ვიქნები მე მეგობრებთან ერთად და არა ისინი. ბრწყვენია, როდესაც ჩემს გამო ნორმალური 10,000-ობით ადამიანის გამო
შეხვედრაზე გამოსული პროცესი რახანასა გამოსული ადამიანი ხანჯალს იღებს კისერში თავის არის ეს ვერ დგეხართ უკანახაზზე გასაგებია არ არის ეს ნორმალური ხალხო მათ მიერ მოქნეული დანა კი ასე არის რა უნდა გამეკეთებია მითხარით ქვეყანაში სახელმწიფოში გვერდი ჩამეა რა მე თამაშა ვითომ ვერ დავინახე კობახიძე როდესაც ვიცი რომ ეს ბატონი მეუბნება რომ არც პოლიცია გვაქვს ქვეყანაში არც პროკურატურა გვაქვს არც სასამართლო გვაქვს არც ადმინისტრაციული ორგანო გვაქვს, არც სამართლიანი პატიოსანი პირუთული ბიუროკრატია არც ადმინისტრაციულ ორგანოში არ არის. აი ესეა რა, როგორც არის და მიიღეთ ეს თამაში. არა უარეთ გვერდი. შეხვედრით ამის შემდგომ ევროკავშირის ოფისში იქ შეხვედრაზე. ამიტომ და თუ შეიძლება იცით რა არის რა თქმა უნდა ხა ადამიანთა მე ძალიან მინდა რომ ჩემი ყოფი ადამიანები ხო არ ღელავდნენ, არ განიცდიდნენ თავში ურო არ ხდებოდეთ, დანით არ ეჭრებოდნენ, იარაღით არ ეჭრებოდნენ, შარშან დანით კი არა, იარაღით დაჭრეს. რა ბრძოლაში ვართ? იმ ბრძოლაში ვართ, რამაც უნდა მოიტანოს ნორმალური ცხოვრების კალაპოტი. და ამ კალაპოტში მოქცეული უნდა იყოს ცხოვრების ყველა პროფესიის ადამიანი, პოლიტიკოსმა მართაც რეალურად პოლიტიკა უნდა აკეთოს, არქიტექტორმა ნახაზები უნდა ხაზოს. და ევროკავშირის ელჩმა მედიატორობა უნდა გასწიოს იმ ქვეყნებში, რომელიც ისაც შემდეგ ვიხილეთ. აი რა ვიხილეთ შემდეგ ვიხილეთ. ვიდრე თქვენ იყავით შეხვედრაზე შესული, თქვენს გარეთ შენობის გარეთ მობილიზდა ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა. ისინი იყვნენ კომუნიკაციაში, მათ შორის ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ კომუნიკაციაში ფორმულას კამერამ დააფიქსირა ეს ეხავე ვაჩვენებთ. ასეთი სახელწოდების მიმოწერა ჰქონდათ ადამიანთან სახელწოდებით გლდანის ვოლკები. ხომ არ იცით ვინ არიან გლდანის ვოლკები? ვაჩვენოთ ეს მიმოწერა ფაქტია რომ სავარაუდოდ კარგად მიცნობენ გლდანიდან. სავარაუდოდ და განიხილავდნენ და ქალაქში გლდანის განიხილავდნენ ამ დეტალებს თქვენი და ირაკლი კობახიძის დაპირისპირების. თქვენ ხშირად აპელირებთ რომ ხელისუფლება იყენებს სხვადასხვა მეთოდებს მათ შორის მე მესმის და ხშირად საყიდურის მიმიღია ჟურნალისტების მხრიდან და მესმის რომ თქვენ მაქსიმალურად კორექტულები ხართ და ფორმალურად ყველა ჟურნალისტი ხელისუფლებას უწოდებს, მაგრამ აი ნეტავ მართლა ხელისუფლება ყავდეს და თუნდაც ცუდი ხელისუფლება იყოს. ნუ არ არის ეს ხელისუფლება ხო? არ არის ეს ხელისუფლება ხო? ეს უთხარით ეს არ არის. ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, დახურული ფორმატის შეხვედრა იყო. ბუნებრივია, რაზეც საუბრობდით. მათ შორის ან დამიდასტურეთ ან არა შეხვედრის დეტალებამდე დამიდასტურეთ რომ თქვენს უშუალოდ უსაფრთხო გამოყვანის უზრუნველყოფას ის აგვარებდა მათ შორის შინაგანსაკუთრებთა მინისტრის დონეზე, ასე იყო? პრაქტიკულად საქმის კურსში ჩასაყენებელი არც ერთი საერთაშორისო ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო ხელში არ იყო, იმიტომ რომ ჩვენზე კარგად არის ამ შემთხვევაში ინფორმირებულები სად უწევთ მათ მისიით მუშაობა რა ტიპის სახელმწიფოში ხო და რა ტიპის გამოწვევები გვაქვს. რა თქმა უნდა ხა გვერდს ვერაულიდი ვერც დმანის ვერც რუსთავს ზოგადად ძალადობის ფაქტებზე მომიწია მე პირადად და რა თქმა უნდა კოლეგებმაც ხო ჯერ არ ვიცოდი რა ხდებოდა გარდა შეხვედრის დასრულებისთანავე შევიტყვეთ ჩვენი უცხოელი პარტნიორი ელჩებისგან და რა თქმა უნდა მათი თხოვნა იყო რომ ვითარება სანამ არ დამშვიდდებოდა შეწუხდა ხა ადამიანი ბუნებრივია ხარცელი შეწუხდა რბილად რომ თქვა შეწუხდა და ნუ დანარჩენ დეტალებს არ შევეხებოდი მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ ის რაზეც საუბრობთ თუნდაც ამ შეხვედრაზე რისი დამტკიცების მცდელობა აქვს რეალური ოპოზიციის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს ამა თუ იმ შეხვედრებზე ეს ყველაფერი გადმოიფინა სააშკაროზე შუაგულ თბილისში ყველა დაწმუნდა კიდევ უფრო მეტად თუ კი ვინმე იყო დასაწუნებელი რა ქვეყანას ხელისუფლება არ ყავს უბრალოდ ყავს რეჟიმი რომელსაც შექმნილი აქვს ბანდფორმირებები სადღაც რაღაცა ჩაიწერა ჩათებში და მოვარდნენ დაგეშილი ადამიანები ხო ეხა ისთვის იყვნენ იქ მოსულები. რა თქმა უნდა მე ვალდებული ვიყავი გამეთვალისწინე მეც და კოლეგების და მადლობა მათ და ბოდიში კოლეგებს რომლებიც ამ მდგომარეობაში ჩავაგდე შეხვედრები ჰქონდათ კამპანიური დაგეგმილი ხე ბადრი ჯაფარიძესაც სალომე სამანდაშვილი ბათუ ქუთელი ელენე ხუშტარიანი რომ ელჩის თხოვნით ჩვენ გავჩერდით შენობაში მასთან კაბინეტში ხო
და შემდეგ გამოდიოდით კაბინეტიდან, ვინაიდან ეხა იქ უშუალოდ ოფისში არ შეიძლება ტელეფონის შეტანა, მათი შიდა რეგულაციების გათვალისწინებით და მობილური ტელეფონების ასაღებად გამოდიოდით. აი ეს ხდებოდა და ნუ დანარჩენ დეტალებზე მე ამ წუთას არ მინდა საუბარი, მე ერთი რამე მინდა თანამდებობით გითხრათ. საერთოდ დარჩა ყველა. იმიტომ ამ კომუნიკაციამ ხელისუფლებასა თითქოს რასაც ბევრი უწოდებთ და ელჩებს შორის ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და შეუძლებელია ეს ყველაფერი უკვალოდ არასოდეს არ ჩაივლიდა ბავშვს დაწუნებული და ახლა მით უმეტეს. არც გუშინდელი განცხადება იყო შემთხვევითი, არც ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებული კალახარცელის, არც ამერიკის შეერთებულ საელჩოს მიერ გაკეთებული, არც მათი ელჩის დაბარება იყო შემთხვევითი და ემსახურებოდა ეს განცხადება რაღაცნაირად იქნებ მოხდეს პროცესების დასტაბილურება და დაგმეს ძალადობა, ხო? ძალადობა დაგმეს უბრალოდ. და ხელისუფლებას მოუწოდეს შემშვიდობა. დღეს დაინახეს. არ ვიცი, ამდენი იყო, რაც ვიცი, ხო, მოძალადეები, ადამიანები, რომლებიც ეხა ჩადიან დანაშაულს ალბათ ყოველდღიურ რეჟიმში. თქვენ ხო ყველგან ვერ მუშაობთ კამერით ჟურნალისტებმა დასვეს ეს კითხვა, ნიკა, რატომ არიან იქ ცოტა პოლიცია, ვიდრე მეტი უფრო შეკრებილი ადამიანები. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხო, პოლიტიკური გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილი რას ვერ იაზრებს, იცით? ბიძინა ივანიშვილი რას ვერ ეგუება? ძირფასო მეგობრებო, რას ვერ ეგუება? მან ბევრი ადამიანი დააშანტაჟა, ბევრი მოისყიდა, ბევრი ადამიანი უბრალოდ ბრძოლის ველიდან გაიყვანა სხვადასხვა ბინზური მეთოდებით რა, შანტაჟით, მუქაითაში შემდეგ გაიყვანა, ხა არ მინდა სახელით უყარებს, არ ჩამოთვლი, ხო? აღარ არსებობენ, თითქოს აღარ არიან თითქოს საქართველოს მოქალაქეები, არ ჩანან, არა და ერთდროულად ძალიან აქტიურები, ხო? ვერ ეგუება მოცემულობას, სადაც არიან ადამიანები და ძალიან ბევრი, ვინც ამ ბოროტებას ვერ ბრძვით. ამ ადამიანის ეხა სურვილი რო იყოს და არის ეს სურვილი, ხო, გააკეთებდა ამაზე უარეს. უბრალოდ იცის, რომ არის დიდ უმცირესობაში, იცის, რომ საერთაშორისო ხარდაჭერა მას არ აქვს. შესაძლებლობა რო ქონდეს უბრალოდ გააკეთებდა ამ ყველაფერს, მაგრამ განიარაღებულია, იცით რატომ? ყველა ნიღაბი ჩამოძრა სახიდან. ეს ხომ რა განცხადებების კეთება პარტნიორების მხრიდან, საერთაშორისო პარტნიორების გულისხმობ, ეს ხო არ არის ნიკა მელიას გაკეთებული, ბადრი ჯაფარიძის მამუკა ხაზაძის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ხო არ არის, ხო? ეს კეთდება იმ სახელმწიფოს კომაგი პარტნიორების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში უდიდეს ინვესტიციას ენერგიის ფინანსური, პოლიტიკური დროის ინვესტირებას ახორციელებენ და ხედავენ, რომ მისიით უწევთ სახელმწიფოში მუშაობა და მათი აქ ყოფნის პროცესში და პერიოდში სახელმწიფო საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადადის სხვაგან კურსიცვლის საგარეო პოლიტიკურს. და ეს სხვაგან არის რუსეთის ფედერაცია, ხახნო. ადრე თუ მე გამოვიდოდა და არადამაჯერებელი არგუმენტებით ამას იტყოდა, დღეს უბრალოდ ბავშვი უნდა იყო, ან ძალიან მიამეტი უნდა იყოს, რომ ჯეროდეს ეს არ ხდება. და აღარცა მალავე, რა უნდა მეტი რაღა უნდა თქვენ, აი, გააფიცეთ ყველაფერს, რა შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს, რომ დარწმუნდეს საქართველოს მოქალაქე, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება და დასავლური სივრციდან გავდივართ. მაგალითად არ ირეაგიროს საერთოდ კარლ ჰალცერის ზარებზე, ამიტომ გეკითხებით ირეაგირა თუ არა ხელისუფლებამ დღეს კარლ ჰალცერის თხოვნაზე, მაღალ დონეზე, რომ იქ განმუხტული იყო. არ მინდა ამ დეტალებზე საუბარი, არაფერი არ დაიმალება და ეს ყველაფერი დღის სინათლეზე გამოვა ადრე თუ გვიან და შედეგსაც გამოიღებს ამ ქვეყნის საკეთილო აუცილებელი დარჩიო კომუნიკაციის შედეგითო და არ გაითვალისწინეს არ მინდა შიდა საუბრები გამოვიტანო მე მესმის საჯარო ინტერესის და ნამდვილად მაქვს დიდი სურვილი რომ მოყვე ყველა ფაქტი დაწვრილებით. ეს საინტერესოა ძალიან ამას არ დაგვიწყო. მიიღო თუ არა გარანტიები ევროკავშირის ელჩმა მისი ოფისის წინ, კაცი რომელიც შეხვედრაზე იყო რომ გამოვა და არტყამენ თუ არა. ამას გეკითხებით მარტივად კი არა. არა, როგორ ჩანს, ასეთი გარანტია არ არსებობდა. არ არსებობდა. ჩვენი 2 საათი დავყავით შეწუხებული ადამიანის თხოვნით და რეკომენდაციით იქ. ну ეხლა ხედავთ ჩვენი ყოფნითაც კიდევ უფრო მეტად წუხდებოდა ვინაიდან პასუხს ვერ ვიგებდით ხო და ეხლა შეუძლებელი იყო ეხლა ჩვენი ადამიანებს ხონდათ შეხვედრები დიდი ბოდიში მოვიხადეთ და
გამოვედით, ხო? მიუხედავად თოვნისა. შეხვედრებისაა. ანუ ეს პირისპირ ადამიანების დაგეგმილი შეხვედრები აღარ შედგა, უბრალოდ ელოდებოდით ამ შეხვედრებს. არა, მე კამპანიური შეხვედრები ქონდა, იქ პოლიტიკურ ლიდერებს ვინ შეგით ვიყავით, გამოვედით უკვე შენობით და მაგრამ თხოვნა იყო, რომ ჯერ არ გავსულიყავით, მაგრამ თოთე შეიძლება ლოდინის რეჟიმში ყოფილიყავით. ამიტომ ეხლა თუ ვინმე საქმეს ის მოლოდინი, ძალიან თქვენი გეგმები, არჩევნები 2 ოქტომბერში. არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა. ყველანი გავიდეთ არჩევნებზე 2 ოქტომბერს. იცით რა არის? აუ ხო ტონს რატომ აუწია? სკაბრეზული სიტყვა რატომ გამოიყენა, როდესაც ბოროტ მოქმედი დამნაშავე ადამიანი დაინახა და მეორე სხვათა თუ არის ესეთი ადამიანი, ვინც ამას ამბობს და ამოვეთოს აღიარებს, რომ რეჟიმი ყავს და რეჟიმს უნდა ებრძოლოთ, ბოლომდე თეთრი ხელთათმანებით? არ შემიძლია მე ჩემი სათქმელი ადამიანს დამნაშავეს უთხრა, როდესაც ამის შესაძლებლობა მომეცემა დებატებში ეს ადამიანი არ დადის. გადაცემებში, საერთო გადაცემებში მონაწილეობას ესენი არ იღებენ. და წააწლები დღისით ადამიანს ქუჩაში და მოსთხოვ პასუხს, რატომ აქვს უტიფრობას ადგილი ამ ხარისხის დამასშტაბის, როდესაც სასიკვდილოდ დაჭრილ ადამიანებს აბრალებ, რომ თითქოს მათ ანუ ჩვენ მოვაწყვეთ ეს პროვოკაცია. რაღაცას ხო აქვს საზღვარი, ხო? მაგრამ არ მიკვირს, მე თუ რამის მიკვირს არის ადამიანი, ვინც გამოდის და ამბობს, რომ იცით რა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია, ძიმე, ვერაგი, სასტიკი, მაგრამ ამ რეჟიმის არქიტექტორები, როდესაც დღის სინათლეზე გამოდიან, იცით რა, ტაში უნდა დაუკრა, აპატიეთ ეთიზუდით, ტაში უნდა და არაფერი განსხვავება არ არის. ბევრი თვალსაზრისით 90-იანი წლებიდან უკვე ამ ქვეყანაში. ყოველი მეორე არ ვიცი, მაგრამ ვისაც არ ეზარება, სოფელ ვიცი ამ ქალაქში დადის შეიარაღებული გეუბნებით მე თუ კი რამე მაშინებს როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მაშინებს ჩემი შვილის უსაფრთხოება უკვე მაგრამ ჯერ 6 წლის არის და იმდენად დაარღვგელო ვისაც არ ეზარება შეიარაღებული დადის ყველა უბანში კი ბატონო იმიტომ რომ ეგზალტირებული ყავთ წახალისებული ყავთ დაორგანიზებული ყავთ ბანკომერს მოვიდა არჩევნებზე ადამიანები ადამიანი მოვა არჩევნებზე და შემაჯამდით ვიცავთ საკუთარი სიცოცხლის ფასადას გეუბნებით რა ვიცავთ შეუძლებელია ჩვენი ამოცანა რომ შვიდობიანად მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დავამარცხოთ რეჟიმი და დამარცხებულან რეჟიმები და საქართველოს აი ეს მანკიერება მოვლენის საკითხი რომელიც ყავს ხო ქართული ოცნების სახელით ვერ იქნება გამონაკლისი კარგით აქტიურობა არის დიდი საჭირო აქტიურობა დიდი გარეშე ეს ხომ არ იცით კითხვაზე პასუხი აქტიურობა დიდი საჭირო და ასეც იქნება განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ ამაში ეჭვი არ მეპარება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დამარცხეს ქართული ოცნება. კი ბატონო. აქ იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ამ დროს 2 ოქტომბრის არჩევნებამდე. ეს არის კითხვა, რომელიც ამ დრომდე პასუხი გაუცემია, ხომ არ მიგიღიათ პასუხი? არა, ბევრჯერ გამიცია მე პასუხი თქვენს ეთერებშიც. დავალოდოთ მოვლენებს ეს საკითხი მისი პერსონალური გადასაწყვეტი არის. ამიტომ მე ვფიქრობ, ამ თქვენს გავთხოვნა შესაძლებლობა მასთან ჩართვები განახორციელოთ და დარწმუნებული ვარ ის კეთყვით მისი გეგმის შესახებ პირადად. კი ბატონო. მადლობა დიდი. წინ 9 დღეა რთული იქნება? იცით რა არის რთული არის სახელმწიფოს წელში გამართვა, ადვილი საქმე არ არის. ადვილი არის იქცეოდა ისე როგორც იქცევა გობახიძე, ივანიშვილი, კალაძე, ღარიბაშვილი და სხვები. ეს ადვილია. რთული არის ბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს არ არის ადვილი, არ დაგიმალოთ. ლანგარზე ოლიგარქი არ მოგართვებს შენ გამარჯვებას. გამარჯვება არ მოიპოვება მხოლოდ საუბრით საეთერო სტუდიებში. ამორჩეველმა ხარდაჭერმა უნდა დაინახოს ამ ქვეყნის სასარგებლოდ მომართვა მოქალაქე, ვისაც სულება უნდა დაინახოს, რომ პოლიტიკოსები მზად არიან თავდადებისთვის. ამაში გულწრფელი ვარ და ეს იქნება კენჭისხა, სადაც პარტიები კი ვერ მოიპოვებენ გამარჯვებას. ერი გაიმარჯვეს და 2 ოქტომბერი მჯერა როგორც არასოდეს იქნება ისტორიული თარიღი. დიდი მადლობა. ეხლა თუ ღარიბაშვილ ყობახიძეს და ივანიშვილს მართლა ჯერა ან დააჯერეს, რომ მათ შეუძლიათ კურსი შეცვალონ და
საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები რისთვისაც იბრძოდნენ ეს ყველაფერი წყალში გადაიყაროს მათი დაღვრილი სისხლი, მათი დაღვრილი ოფლი თითქოს არ ყოფილა, ნუ ძალიან დიდ შეცდომაში შეუყვანიათ ისინი და ჩანს რომ არიან შეყვანილი დიდ შეცდომაში, ეშინიათ უბრალოდ ხილების. რატო იცევიან ასე? იცით რომ ეშინიათ ხილების. ეშინიათ საჯაროობის. იციან როგორც კი არ იქნებიან ხელისუფლებაში, ყველაფერი დღის სინათლეს იხილავს, მთელი მათი აქტები დანაშაულებებისა გამოვა სხვადასხვა ეთერებში ნათელი მოეფინება ვინ რამდენ მილიონ ლარს იპარავდა რის გამო არიზრებოდა პენსია რატომ დავადობდნენ რატომ უტყავდნენ ადამიანის თავებში შიშისგან ჩემოსოფ შიშისგან როდესაც ადამიანები ხვდებიან რომ ვერ არწმუნებენ ამორჩეველს იმაში რომ ხარდაჭერი გახდეს მათი ან არ დაკარგონ ხარდაჭერი, გადადიან შანტაჟზე, გადადიან მუქარაზე და ძალადობაზე. და ასეთი რეჟიმი რამდენიმე მახსოვს უახლოეს წარსულში. და ერთი ასეთი იყო ასლან აბაშიძეს რეჟიმი. და როგორ დაასრულა, ისე ძალიან კარგად მახსოვს. კი ბატონო, 9 დღეში ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილი. 9 დღეში ვნახოთ არჩევნების შედეგი. მადლობა ნიკა მელიას იმისთვის, რომ ამ რთული დღის შემდგომ მკითხვებზე პასუხებს გვაძლევდა. ასეთი იყო პოლიტიკის ფორმულა დღეს. მადლობა რომ გვიყურეთ.